გამარჯობა. მე ვარ სანდრო და ეს არის ჩემი საბაკალავრო პროექტი. მოკლედ მარტივად რო აღიხსნათ იდეა რა არის და რა ხდება საერთოდ აქ. ალბათ ბევრს განსაკუთრებით ინჟინერიაზე ვინც სწავლობთ, ექნებათ ბუთუმი Big Hero 6 ნანახი რა. ეს თეთრი გასაფერი რობოტი რო არის Baymax. ამ ბუთუმში თავარ პერსონაჟს აქვს რაღაცა ტვინით გადაცემი რაღაც device-ი, რომლითაც შეუძლია ძალიან ბევრი პატარა რობოტის კონტროლი რა. და ეს რობოტები დამოუკიდებლად არიან შტერი ტიპები, ანუ განსაკუთრებული არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ერთი-ორი ოპერაციის შექმნება შეუძლიათ. მაგრამ მუღამი არის, რომ ერთად როცა აკეთებენ ამ ერთ-ორ ოპერაციას, აქვთ რაღაცა emergent კომპლექსური ქცევა. ანუ ანალოგია ბუნებაში მაგისი არის, რომ ჭიანჭველები დამოუკიდებლად თითქმის არაფრის მახსნისები არიან, მაგრამ ერთად არიან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რაღაც force სამყაროში ალბათ. მართლა ჭიანჭველებს რო უნდოდეთ და როგორ მაგისი კოგნიტური შესაძლებლობა შეიცვლებდნენ ალბათ ყველაფრის დაპყრობას. Anyways, მუღამი არის ასეთი, რომ არსებობს ესეთი მიმართულება, ქვია swarm robotics და swarm robotics-ის მუღამი არის, რომ იმის მაგივრად, რომ მე პრობლემის გადასაჭრელად გამოვიყენო ერთი დიდი მსუხე ზვიგიანი რობოტი, ყავდეს ბევრი პატარა რობოტი, რომლებიც მარტივად შენაცვლებადია, მარტივად დაკეთებადია, ჯდება იაფი და მარტივად მესპროდუსებადია და ამ პატარა რობოტების მარტივი ქცევების გამოყენებით შემეძლოს იმ დიდი რობოტის კომპლექსური ქცევის გამოვლენა რა. ეხლა ეს swarm robotika იდეაში ახალი კვლევის ან ბოლო swarm-ის ალგორითმები software-ში დიდი ხანი არსებობს, მაგრამ hardware-ის მიმართულებით ბოლო 15 წელი ალბათ მაგის კვლევებზე მუშაობენ რა. მაგალითად MIT-ში აქვს მშენებელი swarm-ები, პატარა კუბიკები არიან და ერთმანეთზე შენდებიან და შენობებს აშენებენ და რაღაცეები რა. მართლა შენობებს არა, ჯერჯერობით კვლევის ისახანარი პატარა კონსტრუქციებს აკეთებენ, მაგრამ ძალიან საინტერესოა. კიდევ არსებობენ swarm-ები, მაძებარი swarm-ები არიან, სხვადასხვა რობოტები არიან, რომლებიც გარემოს ინაწილებენ და მალე რომ დაფარონ, იმისთვის სხვადასხვა მიმართულებებით მიდიან და რაღაც გარემოს უკას აგებენ, ან search and rescue რობოტების შემთხვევაში ეძებენ და ასე შემდეგ. მე ერთი მიმართულება, რომელიც ავირჩიე ჩემ პროექტზე მუშაობისას, იყო ქარხნებში ლოჯისტიკის მიმართულება. ანუ იდეაში ქარხნებში არსებობენ გადამზიდი რობოტები, რომელსაც აკეთებთ და აქვს რაღაცა და ჩემი პროექტის კონცეფტი არის, რომ ერთი დიდი გადამზიდი რობოტის მაგივრად ყავს ბევრი პატარა რობოტი, რომელსაც თავზე პლატფორმები აქვს, ერთმანეთს შეუძლიათ მიებჯინონ და ქმნიან ერთ უწყვეტ პლატფორმას რა და ამ უწყვეტ პლატფორმით რაღაცების გადაადგილება შეუძლიათ. თვითონ ჩემი პროექტის ფარგლებში სინამდვილეში მაქამდე არ მოსულა, მე რაც გავაკეთე იყო ამ რობოტების ფორმაციებში მოწყობის ფუნქციონალი და რაც გაშლა შეყვება და floating-ის ქცევა რაც არის რა, რომელიც ხდება რობოტისთვის შეზღუდული ინფორმაციით რა, რაღაც გლობალური ინფო არა. ოკეი. მოკლედ ტექნიკურ მიმოხილვაზე გადავალ. ეს იყო თავდაპირველი ბლოკ დიაგრამა რა, თავიდან ძალიან დიდწილად რითიც გადაწყვეტე პროექტი რა მინდოდა გამეკეთებინა იყო, რისის სწავლა მინდოდა. ერთ-ერთი რაღაცა რისის სწავლაც და დამოუკიდებლად მინდოდა იყო ROSI. ROSI არის Robotics Operating System ქვია, ანუ სინამდვილეში ოპერაციული სისტემა არ არის, არის framework-ი, რომელიც გამოიყენება robotics software-ის დასაწერად. საბოლოო ჯამში ROSI არ გამოიყენებია, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ learning curve ხელა იყო, რომ დრო არ მქონდა მაგისი, იმიტომ სხვა რაღაცეებზე ვიწოდო დროის ხარჯვა და თან არც მჭირდებოდა სინამდვილეში და ამიტომ მაგას შემდეგი პროექტისთვის ვინახავ. მაგის გარდა სინამდვილეში არის სამი მთავარი მოდული რა. ანუ არის მექანიკური ნაწილი რობოტების, არის software-ი, რომელიც აქვს robots და hubs წავკე და არის network-ი, რომელიც აკავშირებს თითოეულ robots hub-თან. ანუ მუშაობის პრინციპი არის, რომ laptop-ი არის მთავარი hub-ი, რომლიდანაც ბრძანებების გაგზავნა ხდება და რაღაც LAN networks-ზე ზიან ეს რობოტების და laptop-ის ამაში უფრო ხმად ჩავალ ცოტა ხანში და ამ LAN network-ის საშუალებით რობოტებს შეუძლიათ ბრძანებების მიღება და მერე მაგ ბრძანებების შესახებ კი არა და მიხედვით მოქმედებების შესრულება. ხო, აქ თავდაპირველად რაც იყო ბევრი რაღაცა შეიცვალა ძალიან, ROS-ს საერთოდ არ გამომიყენებია, OTA update-ები რაღაცეები, ეს მექანიკური ლეიერები, ყველაფერს გავulit. ეხლა მექანიკურ დონეზე რობოტი გამოიყურება ასე, სამი ომნივილი აქვს, თითოეული რაღაც პატარა ფენის ტემპერატურავით, pancake ძრავებს ეძახიან ამებს და შიგნით აქვს ორი პედესტალი, ორი PCB-ისთვის. მაგ PCB-ებს დეტალურად გამიხილავ, მაგრამ მუღამი არის, რომ ერთი PCB არის მთავარი კოდის გამონაწილებელი და კონტროლის PCB და ქვემოთ უბრალოდ მარტივად და შეერთებაზე ბევრი რო არ მეწვალა, ამ ტემპერატურის დრაივერები არის და ეს მთავარი დიდი კონდენსატორი, რომელიც არის ხოლმე მაგ დრაივერებთან ასოცირებული.
ყვებას იყენებს სამ ლიპოს, 12 ვოლტზე ვამუშავებ და ხო, ქვედა ნაწილი ასე გამოიყურება, შუა ნაწილი, რომელიც ქვედა ზემოდან ეფარება პირდაპირ არის ასეთი და აქვს 6 ფანჯარა. თითოეულ ფანჯარაში არის 3 სენსორი. ერთი არის წერტილოვანი TOF სენსორი, რომელიც მანძილის სენსინგისთვის გამოიყენება, ერთი არის ინფრარედ გადაცემი და ერთი არის ინფრარედ მიმღები. ინფრარედ გადაცემის და მიმღების ფუნქცია უნდა ყოფილიყო, რომ როდესაც რაღაცა ობიექტს დაინახავდა, დაეზუსტებინა ეს ობიექტი, ნამდვილად რობოტი იყო თუ არა. იმით რომ თითოეული რობოტი თითოეული მიმართულებით თავის უნიკალურ კოდს გადასცემდა და შემდეგ დაინახავდნენ სხვა რობოტები, რომლებიც მეზობლად ეყოლებოდნენ. მაგრამ განაწყვეტა საბოლოო ჯამში რომ ინფრარედ მოდული დაუიმპლემენტირებელი დამეტოვებინა, ანუ ჰარდვერის დონეზე მუშაობს სოფტვერი არ მიწერია ინფრარედის უბრალოდ და დაფოქუსირებული ყავი სხვა რაღაცებზე. ისე ასე გამოიყურება ეს, ანუ აქ შუაში TOF იჭდება, LED-ია გადამცემი და აქ ინფრარედ მიმღები არის. აქ ცოტა ხელით წვარება მომიწია, იდეალურ შემთხვევაში ამისთვისაც ცალკე PCB-ს გავაკეთებდით. ხო, ზედა მხარე ეს ტიპია უბრალოდ, შიგნით ბათერი სელები ზის და ყველა მოდის მაქედან. ეს თავიდან სიმართლეობითად არ გავთვალე, ყველა საკუნა ყოფილიყო საერთოდ და მე ბოლოს რო ამ შიგნით ჩატევა არ გამოვიდა, იმიტომ რომ მე რობოტი ძალიან დიდი გამოდიოდა და რაღაც პრობლემა იყო, რომ პატარა უნდა ყოფილიყო თითოეული რობოტი რა. და საბოლოო ჯამში თავზე დავარდი და ეს პლატფორმას ავსებს თან. აი, გადავიდეთ PCB-ზე. ეს არის მთავარი მართვის PCB, რომელიც ჩემი პირველი სერიოზული PCB იყო. პროექტის პირველი თვენახევარი დავხარჯე ამაზე, მარტო ამას ვაკეთებდი პირველი თვენახევარი. მუღამი არის, რომ ESP-ის ჩიპის გამოყენება მინდოდა, მაგრამ არ მინდოდა მზა ESP-ის დეპორტი გამოყენებინა. და რაღაც დრო დავხარჯე იმისთვის, რომ გამეკვია როგორ შემეძლო ESP-ის ჩიპი გამოყენებინა ისე, რომ დეპორტი არ გამეკეთებ. ანუ სიამოვნებაში რაც ხდება არის ჩემი დეპორტი გავაკეთე ESP-ის ჩიპისგან რა. და ეს დეპორტი გავაკეთე უკვე არსებული ესპერსიფის ერთ-ერთი დეპორტის მიხედვით, ანუ დოკუმენტაცია რაღაცები ყველაფერი ონლაინ უდევთ რა. და ავიღე ESP32S3 დევკიტსი არის ესეთი დეპორტი და ეს დეპორტი რა სქემებითაც იყო გაკეთებული, ფინანსი გამოაყოფინა. მაგალითად, ეს თვითონ ESP-ის სისტემური მოდული არის, აქეთ არის USB to UART და USB, რომელიც იდენტურად არის გამოყენილი. აქ საინტერესო რაღაცების სწავლა მომიწია, მაგალითად, არ ვიცოდი, რომ USB-ს როცა აკავშირებ რაღაცასთან, თუ მაგალითად სწრაფის ინფორმაციის გადაცემა აქვს, მნიშვნელოვანია, რომ ეს USB-ს დატაგვრის და დატამინოს ხაზები ერთ USB-ს სიგრძის იყოს და დიდი ალბათობით არ იმუშავოს რა სხვა შემთხვევაში. ეგეთ რაღაცას შევხვდით წინა პროექტშიც. კამერა როცა მქონდა, როცა კამერის ხაზი ძალიან გრძელი გამოვიდა და ინფორმაცია იქ სიგნალის ინტეგრობა არ ნარჩუნდებოდა და ინფორმაცია მეკარგებოდა. ხო, მე აქ არის LDO, რომელიც შემოვა 5 ვოლტს დაიყვანს 3.3 ვოლტამდე, რომელიც ESP-ს ეს სჭირდება. მე ჩემი დამატებული რაც არის, აქეთ ცალკე ბაქ კონვერტერი აქვს, რომელიც გამოიყენება ელემენტის 12 ვოლტის 5-ზე გასაყვანად. ანუ ყვების სქემა ასეთია სინამდვილეში, ერთი უფრო შეიძლება USB-ით ყვება, მაგრამ მაგ ძრავებს ვერ ამუშავებ, просто ESP-ის გადასვლა და სერიოზული კომუნიკაცია შეიძლება. USB-ის 5 ვოლტი გადის LDO-ში, 3.3 ვოლტი მიდის ESP-ში და მაგას ყვებს. მეორე ვარიანტში ელემენტს აერთება აქ, ბაქ კონვერტერს დაფავს 5 ვოლტზე ცოტა ნაკლებამდე უნდა რომ ზუსტი რეზისტორები ვეგვიშოვებ. რაღაც 4.8-ზე თუ რაღაცაზე დაფავს და 4.8 ისევ LDO-ში გადის და 3.3-ზე დაფავს ESP-ისთვის. მაგის გარდა გვაქვს ძალიან ბევრი კონექტორი თითო სენსორის მოდულისთვის, ანუ 6 კუთხეც რო ხედავთ, 6 კუთხეების თითოეული მიმართულებით არის სენსორის მოდული რა. ერთი მანძილის სენსორია, ერთი ინფრარედ გადაცემი, ერთი ინფრარედ მიმღები. და ხო, აქაც უკეთ შემეძლო გავაკეთებინა იდეაში, რომ 8 პინი არა, ამაგით ესეთი რომ 6 იქნებოდა საკმარისი. დუბლირებული მაქვს ეს ყვების პინები, მაგრამ თავიდან არასწორი დაგეგმვის გამო გამოვიდა მასა. აქ გვაქვს ასევე ანალოგური მულტიპლექსერები ამ ინფრარედ ტრანსივერებისთვის და გვაქვს ერთი დიდი I2C მულტიპლექსერი, რომლის ბორდი გამოვიყენე სინამდვილეში შემეძლო პირდაპირ პლატაზე დამეტანა ერთ ჩიპი. მაგრამ მაგ დროს არ ვიყავი იმდენად თავდაჯერებული ჩემს PCB-ის გაკეთების სკილებში და ამიტომ რაღაც თავი არა ვიტკია და პირდაპირ ბორდი დავასვიჭე. თორე შეიძლება უფრო პატარა PCB-ს გამოსვლოდა. და ეს I2C მულტიპლექსერი არის იმისთვის, რომ ეს TOF სენსორები, რომლებიც I2C device-ები არის და აქვს ერთი და იგივე მისამართი, შემეძლოს საერთოდ დავასებეთ და ეს რაუნდობილი სტილში სტატას მიღება შეძლო. ასევე აქ არის One Piece-ის ერთ-ერთი პანელი დაბრუნებული PCB-ზე უკან მხრიდან. აი, ეს არის მთავარი PCB. Secondary PCB, რომელიც ყველგან არის და დაკავშირებულია ჩვეულებრივი მავთულებით, უბრალოდ ძალიან მარტივია. აქ არის ძრავები შეერთებული,
გარშემო კონექტორები რო არის, ეგ უკავშირდება ზედაპირისის და აქ უბრალოდ დრაივერებიც და შუაში ყვება მიდის და დიდი კონდენსატორიც ის რა. აქ სხვანაირად რას ვიზავდი არის რომ ძალიან წვალება გამოდგა ეს კაბელები მომიწია ხელით გამეკეთებინა რა, ანუ გადაჭრა, გადაპაიკება, ამით დავაკავშირე ეს ორი PCB. ბევრად უკეთესი იქნებოდა რომ ხისტი გადადგმა გამეკეთებინა, ისე რომ პირდაპირ ეს PCB-ები ერთმანეთზე დამჯდარი იყო რა. და შემდეგში თუ მომიწევს მსგავს პროექტზე მუშაობა, აუცილებლად მასე გავაკეთე. ოკეი. გადავიდეთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. პირველ რიგში ქსელის არქიტექტურა როგორ მაკაცებული მაგაზე ვლაპარაკებ. ანუ რობოტები ჰაბთან საუბრობენ MQTT პროტოკოლით. თავდაპირველად MQTT არ მქონდა გაკეთებული, მქონდა HTTP-ით გაკეთებული, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ რობოტისთვის ძალების გადაცემისთვის ჰაბს უწევდა სათითაოდ. ჯერ ამის HTTP-ის გახსენი უთხარი, მერე ამის გახსენი უთხარი, მერე ამის გახსენი უთხარი. ამას შემოქმნა ძალიან დიდი latency, ძალიან წვალება იყო. ანუ მუშაობდა, მაგრამ კარგად არ მუშაობდა. მერე გასული თვის განმავლობაში გავიგე MQTT პროტოკოლის შესახებ და მივხვდი რომ ძალიან კაი ვარიანტი იყო ამ სისტემისთვის. MQTT როგორც მუშაობს არის ესეთი, რომ სერვერი აქვს, რომელსაც ბროკერი ქვია, ეს ბროკერი ეშვება რაღაც ამ შემთხვევაში ჩემს ჰაბზე და MQTT-ში არის რაღაც ტოპიკები, რომელზეც შეუძლია თითოეულ ქსელის მონაწილეს ან დაასუბსკრაიბოს, ან დააპაბლიშოს. თუ ტოპიკზე დასუბსკრაიბებული ხარ, ესე იგი ამ ტოპიკის ყველა მესიჯი მოდის შენთან, თუ აპაბლიშებ, აგზავნე ამ ტოპიკში და ვინც დასუბსკრაიბებულია ამ ტოპიკზე, ყველას მიდის ეგ მესიჯები. ტოპიკების არქიტექტურა ასეთია, ანუ გვაქვს ბრძანება ბროდკასტი, რომელზეც ყველა რობოტი დასუბსკრაიბებულია, ბრძანება ინდივიდუალური, რომელზეც თითოეული რობოტი ცალ-ცალკე არის დასუბსკრაიბებული თავის ID-ის მიხედვით და ტელემეტრია ინდივიდუალური რობოტის სტატუსი, ანუ რობოტები რეალურ დროში წამში ერთხელ სტატუსს ისტრიმავენ და მაგალითად გაჩვენებთ. თითოეულ რობოტზე არის ერთი lightweight HTTP სერვერი გაშვებული, რომელიც on the air update-ებს ელოდება, რაც ნიშნავს, რომ მე თუ მინდა ESP-ში ახალი კოდი ჩავასხა, არ მიწევს ეს რობოტი გავხსნა მთლიანად შევაერთო და დავფრეშო და ისე დავუყურო. შემიძლია პირდაპირ Wi-Fi-ით ჩავწერო შიგნით კოდი. და მაგის გამო hardware-ს რომ მოვჩი, იმის მერე არ დამიშლია პროსტა ეს რობოტები რა. და MQTT კლიენტი არის, რომელიც ელოდება ამ მესიჯებს და შეზღუდვის კოორდინატებს და რაღაცებს იწარმოებს. ეხლა ჰაბზე არის ძალიან საინტერესო, ანუ სიამოვნებაში ეს ქსელი მაგ ტელეფონის hotspot-ით LAN-ზე გაშვებული რა. და როცა ტელეფონის hotspot-ით ქსელი გაშვებული, რა ხდება, რომ ტელეფონი იქცევა როგორც რაუტერი და თავის პატარა DHCP სერვერი აქვს, რაც ნიშნავს, რომ რაღაცა როცა უკავშირდება ამ ტელეფონის hotspot-ს, სხვადასხვა დროს შეიძლება სხვადასხვა IP-ები მიენიჭოს რა. და სხვადასხვა IP თუ შეიძლება მიენიჭოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ESP-ის კოდში სტატიკურად ვერ გაწერო, რომელ IP-ს უნდა დაუკავშირდეს MQTT ბროკერისთვის რა. ანუ რაღაცა hostname უნდა გქონდეს, რაღაც სახელი, რომელიც სულ მუდმივი იქნება და ანუ იმისთვის, რომ ლეპტოპი სხვა დივაისებმა სახელი გამოაჩინონ, ლეპტოპზე ჰაბზე უნდა იყოს პატარა MDNS სერვერი გაშვებული. რაც ეს რაღაცა საკეთებს, რომ ქსელს როცა ეკავშირებს, რაუტერს ამ შემთხვევაში ტელეფონს ეუბნება, რომ გამარჯობა, ჩემი სახელი არის ეს და ვიღაცა თუ ამ სახელით შეეცდება ჩემთან დაკავშირებას, უთხარი, რომ ეს სახელი არის ამ IP-სთან დაკავშირებული. და შესაბამისად ეს ESP-ები უკავშირდებიან Wi-Fi-ს, ანუ ტელეფონს, ტელეფონი ეუბნება, რომ ეს hostname, რომელზეც შენ ცდილობ დაკავშირებას, აი ამ IP-ზეა და მიდიან ჰაბამდე. ასევე ჰაბზე არის გაშვებული MQTT ბროკერი Mosquito და MQTT კლიენტი, რომელიც არის GUI-ში გაკეთებული, ჩაშენებული და ეს GUI, რა თქმა უნდა, GPT-ს დავაწერინა, იმიტომ რომ მე არ დავწერდი. GUI-საც განახეთ. მე რაც შეეხება software-ს, თითოეულ რობოტს, ანუ თითოეული რობოტი მუშაობს FreeRTOS-ზე რა. რაც ნიშნავს, რომ მიკროკონტროლერზე მაქვს საშუალება, რომ multi-threaded კოდი უწერო. თავიდან არ მქონდა ეგრეთ ჩვეულებრივ ლუპში მეწერა, ანუ სუპერ ლუპები რაცაა ნებისმიერ მიკროკონტროლერის მართვის სქემებში, მაგრამ მივხვდი, რომ სხვადასხვა მოდულები რომ მქონდა ბევრი, მაგ მოდულებს შორის დროის განაწილება ძალიან თავის ტკივილი იყო. და მე ამ პროცესში აღმოაჩინე RTOS-ების არსებობა. და მოკლედ, გვაქვს infrared მოდული, რომელსაც არ ვიყენებ, ანუ სინამდვილეში წერია კოდი არ დამიტესტავს უბრალოდ. გვაქვს network-ის მოდული, რომელიც MQTT-ს და on the air handles. გვაქვს მანძილის სენსორის მოდული, რომელიც handles iSCORS-ის multiplexing-ს და ინფორმაციის მიღებას და გვაქვს ძრავის მოდული, რომელიც ალგორითმების გამოთვლებს აკეთებს და თან ძრავებს მართავს. ეგ სინამდვილეში შეიძლება ურად გაიყოს, მაგრამ იმდენად მძიმე ალგორითმები არ არის, რომ ჭირდებოდეს უერთობა. და თავარი main ფუნქცია არის, რომელშიც FreeRTOS-ს არის სამფრედად გაშვებული ეს network-ის ტასკი, graph-ის ტასკი და motor ტასკი და ყველაზე დაბალი პრიორიტეტი ამ ქსელის ტასკს აქვს, შუალედური პრიორიტეტი ტოფის და მაღალი პრიორიტეტი ძრავის ტასკს. მაღალი პრიორიტეტი იმიტომ აქვს, რომ იმისთვის, რომ სტეპერ ძრავები თანაბრად და სტაბილურად და ისე რომ ბევრი ჯითერი არ ქონდეს ატარო, რაღაც 1 მილიწამში ერთხელ მაინც იწევს, რომ გაუშვა პულსი რა. და ეგ პულსები, მაგ პულსებს ხელი ვარ შეშალოს და აუცილებლად რომ გაეშვას,
რაც ერთოსის მუღამია, რომ ანუ დროში ის უნდა იყოს რა, ჯიგროდ უნდა იყოს და არ მოხდეს დროის დომინება. მაგითო ყველაზე მაღალ პრიორიტეტზე არის ეგ. ეხლა თვითონ GUI-საც გაჩვენებთ, მაგრამ სანამ GUI-ზე გადავალ, დაახლოებით ალგორითმებზე გელაპარაკებით. ანუ ამ რობოტებს აქვს 5 რეჟიმი. ერთი არის off რეჟიმი, სადაც არ მოძრაობენ უბრალოდ. ერთი არის manual რეჟიმი, სადაც თითოეული რობოტის დამოკიდებულად მართვა შემიძლია. ერთი არის idle რეჟიმი, სადაც თითოეული მიმართულებიდან რაღაც გარკვეულ მანძილს იცავენ, რომელსაც შენ მიუთითებ. გვაქვს line რეჟიმი, რომელშიც მწკრივში უნდა მოეწყო და გვაქვს polygon რეჟიმი, რომელიც იდეის დონეზე უნდა აკეთებდეს ესეთ რაღაცას, რომ მაგალითად სამკუთხედს თუ მიუთითებ, ბევრმა რობოტმა სამკუთხა მესერი უნდა შექმნას. მაგრამ ამ შემთხვევაში სამი რობოტი მყავს და უბრალოდ მარტივ სამკუთხედს აკეთებენ რა. მაგრამ იდეის დონეზე სამკუთხა მესერი, ოთხკუთხა მესერი, ექვსკუთხა მესერი, მას ეს რაღაცებს გაკეთება უნდა შეეძლოთ რა nav application-ში. ხა როგორ მუშაობს idle რეჟიმი? პირველ რიგში ეძებს მეზობლებს, ტრიალებს, დაინახავს თუ არა რაღაცა მეზობელს და შეამოწმებს თუ არა რომ ეს მეზობელი ზებრიდან ახლოს არის. არა, პირობითად ხედავს ორ მეზობელს, ხო? შეხედავს თავის სენსორებს, იპოვის თავის სენსორებში ყველაზე დიდ უწყვეტ მონაკვეთს, სადაც არ არის დაბრკოლება და მაგ უწყვეტი მონაკვეთის შუისკენ მოძრაობს. საკმაოდ მარტივი ალგორითმია. რაღაც მომენტში მაგალითად აქ მესამე რობოტი რო ყავდეს, გაჩერდებოდა უბრალოდ იმიტომ რომ ოპტიმალური გზა დაწესებულად არ აქვს. შემდეგ line რეჟიმში გვაქვს кейსი, სადაც მეზობლებს ვერ ხედავს ან ეძებს. кейსი, სადაც მხოლოდ ერთ მეზობელს, ამ სენსორში ორი кейსი არის მწკრივში და ამ მწკრივის ბოლოში ხარ, ამ მწკრივის შუაში ხარ. ბოლოში ხარ, endpoint-ი ხარ და ერთი მეზობელი ყავს, შუაში თუ ხარ, ან თუ უნდა იყო, უნდა ყავდეს ორ საპირისპირო სენსორზე ორი მეზობელი. და რას აკეთებს ეს? ერთ მეზობელს თუ ხედავს, მაგ მეზობელს თოლერანსში უსწორდება უბრალოდ, თუ ორს ხედავს და ისე მიწერია, რომ მხოლოდ ორ უახლოეს აფიქსირებს ახლა სამს თუ ხედავს ორ უახლოესი დაფოქუსირდება რა. ორს თუ ხედავს, პოულობს პირველ რიგში არიან თუ არა საპირისპირო სენსორებზე, თუ არ არიან, ესე იგი კუთხე გასასწორებელია და შუა ინდექს პოულობს ისევ სენსორის და შუაში უჯდება, თუ უკვე საპირისპირო სენსორებზე არიან, ეხლა მანძილები გადარჩა გასასწორებელი და უფრო შორს რომელიც არის, იმას უსწორდება რა. და მასე რო აკეთებ, უფრო შორს რომელიც არის, შემდეგი მე მიყვება იმას და ვაგდებიან რა. რაც შეეხება მრავალკუთხედის რეჟიმს, რომელიც ამ შემთხვევაში სამკუთხედად მუშაობს მარტო, ისევ რულის кейსი თუ გაქვს გზრიალებს და ეძებს, ერთი მეზობლის кейსის შემთხვევაში ამ ერთ მეზობელს როგორც მწკრივში უსწორდება, ისევ უსწორდება და ისევ ორი უახლოესი მეზობლის შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სწორად არიან განლაგებული თუ არა სენსორებზე, თუ არ არიან სწორად განლაგებული, მაგ შემთხვევაში უნდა გაასწორონ, ან ორი кейსი გამოდის მან, ერთი არის რომ გეფი 1-ია, ერთი არის რომ გეფი 2-ია. ერთი თუ არის გეფი ძალიან მარტივია, უბრალოდ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობ და ეგ გეფი მცირდება, ორი თუ არის გეფი, ესე იგი მწკრივის შუაში გახარ და რომელიღაცა მიმართულება უნდა აირჩიო, უბრალოდ რომ გახვიდე და ეგ ძალიან arbitrary ერთ-ერთი მიმართულება უბრალოდ არჩევია. თუ სწორ ადგილას არის, მე უბრალოდ ისევ მანძილებია გასასწორებელი და მანძილებს როგორც წინაზე უფრო შორს ანიჭებს priorities. როცა გასწორებულია კუთხე კიდეს რამდენიმე кейსი არის, მე მოდი დროში ცოტა ბევრი გამოდის, ამიტომ მაგას გადავახტები. მაგრამ ხო, ესე გამოდის დაახლოებით პოლიგონის кейსები. შუაში თუ ან მარცხნივ ან მარჯვნივ უნდა გავიდეს, ესეთი кейსი თუ შორს გადის და საბოლოო arranged ფორმაში ესეთები არიან რა იდეაში. ეხლა სანამ დემოზე გადავალ, ანუ ბევრი საინტერესო, ბევრი რაღაც არის, რაც პირველად უკეთესად შემეძლო გამეკეთებინა რა. მაგალითად, თავარი რაღაცა, რასაც საკმარისად რო არ დავუთმე და უნდა დამეთმო, იყო თვითონ გადაადგილება, ანუ თვითონ ძრავების ფიზიკური მოძრაობის ალგორითმები მაგ ძალიან უცებ და საფასურით დაწერილი, ისე რომ ანუ უბრალოდ დაფიქსირებულია გაჩქარება, დაფიქსირებულია მაქსიმალური სიჩქარე და ყოველ მომენტში პროსტა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობს რა. ანუ ძალიან არასიმულ გამოდის გადაადგილება მაგის გამო და რაღაც პრობლემები აქვს. ანუ ეგ იქნებოდა პირველ რიგში გასასწორებელი ამის შემდეგ ვარიაციაში, კიდევ მანძილის სენსორებს ან გადაადგილების გადაწყვეტილებებს მოვუდებდი რაღაც ციფრულ ფილტრს, აი მაგალითად რაღაც moving region რაღაცა რომ მოადო გაასმუდებს რა იმ გადაადგილებას. ეხლა დემოსაც რო გაჩვენებთ, დაინახავთ რომ ბევრ მომენტში ძალიან აკეთიკი ჯიტერობს და არ არის ლამაზი იდეაში რა. ხო, რაც შეეხება Excel-ს, Excel-ი ძალიან მიხარია რომ HTTP-დან გადმოვყავენ ხედაზე, იმიტომ რომ ეხლა ანუ პირდაპირ კომენტს აგზავნი სინამდვილეში და ეგრევე იღებს სამივე რობოტი რა. მანამდე იწევდა ერთ 5 წამი, 6 წამი latency ჰქონდა მანამდე რა. ხო და სხვა მხრივ ბევრი გეგმა მქონდა კიდე different transceiver-ებით მე მინდოდა რომ ESP-ნაუს კავშირი გამყარებინათ თეორიულიდან და ერთ-ერთი იდეა იყო რომ სკრიპში რომ მოეწყობოდნენ რობოტი ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში რაღაც მესიჯს გადაცემდა რა ESP-ნაუს კავშირებით. მაგრამ ეგეც დროში დავეცი მაგას და გავაკეთე. ეხლა გაჩვენებთ დემოს.
პირველ რიგში GUI-ს გავხსნი, რომელსაც ძალიან ბევრი ვერსია ჰქონდა. ეს არის Polo. პირდაპირ მაგარი EXE მაგ Python-ის კოდი გადაცემა, უბრალოდ Python-ი არის, რომელშიც რასე ბიბლიოთეკიდან GUI არის აწყვეტილი. ეს ეშვება. აქ ჩვენ სტატუსის ისინი აქვს, თვითონ თუ არის როგორც client გემონეტეს დაკავშირებული, თითოეული რობოტის იმას, ეს scalable არ არის, რა თქმა უნდა, 100 რობოტი რო ეყოლება, 100 რობოტის პანჯარა ვერ ეკნება, მაგრამ დემოსთვის მაგ გაკეთებული. აქეთ manual moves პანჯარა არის და აქეთ update state თითოეული state-ის იმით და broadcast-ი შეუძლია რა თქმა უნდა. ეხლა იმისთვის რომ ამან იმუშაოს, მე მჭირდება რომ ტერმინალიდან ემხუტე ბროკერი გავუშვა ამაზე. და მაგასაც გავაკეთე. ხონძამე. აქედან ამენხუტეს ბროკერს ანუ სერვერს უშვებ ლეპტოპზე და ეხლა კომპიუტერზე არის გაშვებული ეს სერვერი, რომელიც ჰენდლავს ამ ინფორმაციის იმას გადაცემას. მანამდე რაც ხდებოდა იყო რომ თითოეულ რობოტს თავისი HTTP სერვერი ჰქონდა და თვითონ აკეთებდა ძალიან ბევრ პროცესინგს და latency-ს მაქედან მოდიოდა სკამბერში. ოკეი, მას შემდეგ რაც ახლა Moskito გაშვებულია, DNS-ი ფონში სერვისად ისედაც გაშვებულია, ტელეფონიდან თავ hotspots. ამ hotspots უნდა დაუკავშირდეს ლეპტოპი, პირველ რიგში. Hotspots რო დაუკავშირდება, იმხდები უნდა იპოვოს რაღაც მომენტში. და თუ ვერ პოულობს, უნდა ჩავთო თავიდან სავარაუდოდ. და მე თითოეული რობოტი უნდა ჩავთო. აჰა, ემკვიდრე ნაპოვნია. ეხლა თითოეული რობოტის ყოლებას შევაერთებ. ეხლა დემოში მთავარი პრობლემა რაც არის ის, რომ რობოტებს არ აქვთ გზა, რომ განასხვავონ ერთმანეთ, ანუ რა ობიექტი არის რობოტი და რა ობიექტი არ არის რობოტი რა. რაც ნიშნავს, რომ ცოტა გაშლილ სივრცეში უნდა გაუტესტო იმისთვის, რომ იმუშაოს და რაღაც სხვა რაღაცები არაერია სხვა რობოტებად რა. ხო, ანუ მე რო დავუდგე მეც რობოტი ვეგონები და ეცდება რომ მეც გამისწრეს. აი ეხლა მაგალითად თითოეულ იმაზე პანჯარაში ჩანს real time-ში წამში ერთხელ აგზავნია იმას რა. გარშემო სენსორების ეს ინფორმაცია რა არის, რა რეჟიმში არის და ამ რეჟიმის ვერიაბლები რაც არის რა. და ხო ანუ connection-ზე დიდი ხანი თუ არ მისვია მესიჯი, მე რიგიცავს რომ disconnected არის. ან რაღაც მსგავს. ეხლა არის off რეჟიმში. ანუ broadcast-ს რო ჩავურთავ ეხლა ხო? პირველ რიგში დავტესტოთ idle. idle-ზე რომ მივცე ეხლა 200 ან 300 მილიმეტრი მანძილი უნდა დაიჭიროს თითოეული დატკოლებისგან. და ან განსხვავებიან ერთმანეთთან რაღაც ეგეთ მანძილში რა. ვითელი ცოტა შტერია ხოლმე დავერუხდება. მაგრამ ეხლა მე რომ მივიდე ამასთან მაგალითად ამასაც უნდა გაიქცეს რა. იმას რომ მივახოდე რომ მე ის ამას გაეცეს რას აკეთებს ალბათ. Hi, anyways. ცოტა დაბნეულია ეგ. ძამე გამოვთავ. ეხლა შემდეგი გავაკეთებინე მიწკრივს. მწკრივისთვის ასევე მაგ გაკეთებული, ანუ მაქსიმალური მანძილი რა არის, რასაც მეზობლად აღიქვავს რა. ამ შემთხვევაში 500 მივუთითებ ან 400, იმიტომ რომ რაღაც მომენტში 400-ებსაც აჩვენებს. და რავი, დადგნენ რაღაც 200 მილიმეტრში ერთმანეთისგან 50 მილიმეტრი თოლერანსით რა. და წესით ახლა უნდა გასწორდნენ წრევში. რაღაც მომენტში ქნეს. Really, we tell you what. სახში მუშაობდა. ანუ იდეაში აკეთებს. აგი ხაზია. შეხედავენ სხვა ობიექტებს და მე მაგათ მისდევენ, იმიტომ რომ ცდილობენ რომ მაგათაც ის ტიპში გაუსწორდნენ რა. მაგრამ იდეურად მუშაობს ახლა. კაი, მოიცა ამას გამოვიდა. კრივია. აი, პრინციპში კი გააკეთეს, ხო. აი, შემდეგი არის მრავალკუთხედი. მრავალკუთხედის რადიუსი კი მეწერია, სინამდვილეში გვერდების ზომა არის ეგ. ეხა ის ამსაც გაეკიდება ალბათ, წამი, ამას შევამცირებ. და გადავცეთ, ეხა რომ პოლიგონ რეჟიმში უნდა ჩავდე. და წესით უნდა გააკეთო სამკუთხედი. ნუ რაღაც გამოვიდა, მოიცა, აბა გავუზარდოთ.
ნუ დაახლოებით. ანუ ამის მუღამი იდეაში არის, რომ ბევრი რობოტი რომ ყავს, უნდა დაეწყონ ამ სამკითხავ მესერში და რაღაც უწყვეტი ზედაპირი შექმნა და მაგ ზედაპირზე რაღაც დაგროვება შეიძლება და გადაადგება. მაგრამ ნუ შეიფი ეგ არის რა. ეხლა ისევ ამ რეჟიმში რომ მივუთითო რომ 200-ის მაგივრად დაიჭირეთ 400 ერთმანეთისგან ან 300, ოღონდ ამის გაზრდაც მომიწევს. წესით უნდა გაიშალა. და აი ცოტა გაშლილები არიან. პროსტა იმან ახლა სხვა პუნქტზე გეუბნები შეიძლება თუ რა. შორს მხედველია ის. შვიდთვიანია. პირველი ყვითელი გავაკეთე. აი ხომ მარტას ემბოგია. No anyways. ეგ არის დემო იდეაში რა. მენიუალ მოძრაობაც შეუძლია, თუმცა ეგ საინტერესო არ არის. უბრალოდ უთითებ თითოეული მიმართულებით რამდენი ნაბიჯი უნდა გაიაროს რა. მაგრამ ეხა ამის გამცობა რა არის? ანუ ძალიან ბევრი რაღაცა შეუძლია თამათ. ეხა მაგალითად გლობალური პოზიციონირება არ აქვს. ანუ სად არიან სივრცეში არ იციან, მარტო იციან ერთმანეთის მიმართ სად არიან. რაც ანუ სინამდვილეში პრაქტიკულად არაფერში არ არის გამოსადეგარი რა. მეორე მხრივ აქვთ მზად ინფრარედთან სივრები, რომლებსაც არ იყენებენ, რომლებიც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მან საკითხავია, რამდენად ინტერფერენციაში მოვა ერთმანეთთან ეს ინფრარედ სიგნალები რა. მაგრამ მაგის განვითარებაც ნახოთ შეიძლება. კიდე ერთი მომენტი არის, როცა ბევრი რობოტი ყავს ამ სვარში, ხო? რაღაცა მომენტში შეიძლება ერთი დაჯდეს, რაღაც ერთი, ანუ იდეაში სტატუსის ელემენტია რომ აქ მან უნდა იყოს ისეთი რაღაცეებიც, როგორიცაა მაგალითად რამდენად ახლოს არის ელემენტის დაჯდომასთან და ასე შემდეგ რა. და უნდა იყოს ამ რობოტებისთვის ხაბი, რომ აი მე ვარ 20%-ზე, ეხლა სვორმიდან უნდა გამოვიდე, წავიდე, ჩემი თავი დავიტანო, უკან დავბრუნდე რა. ეგეთი რაღაცეების გაკეთება არ არის რთული სინამდვილეში. ხო და მეგობრებო, მე hardware-ი დამთავრებულია, კოდი მაქვს, ვინმეს თუ ექნებათ ინტერესი ამ პროექტის გაგრძელების, სიამოვნებით გადმოგადვარებდით ამ პროექტს. სხვა მხრივ კითხვები თუ გაქვთ მოვისმენ და მე დავასრულებ. ისმენ. ინფრარედიო არ მუშაობს. აბა როგორ ხედავ ერთმანეთს ხა? ოფით, იმით, ლაზერით. ანუ ინფრარედ ტანსიორი რაც აიქ სხვა არის, ეგ ტელევიზორის პუნქტივით მინდა და გამომეტერებინა, რომ აი მე ვარ რობოტი 1, ეთქვა მეზობლისთვის რა. და ეს რო ეთქვის მეზობლს, მე ვარ რობოტი 1, ამას ექნებოდა ცხრილი, რომ რობოტ 1-ს ასე უნდა დავუკავშირდე. და შეიძლებოდა მე ესკინა უკავშირის დამყარება და ამას ამან რაღაცა თუ იცოდა, გადაუგდებდა ამას რა. მეორე მხრივ, ეს ახლაც შეიძლება, ანუ ამ ინფორმაციას რო სტრიმავთ, ხო? მაგითი სინამდვილეში შეიძლება გრაფიკულად რუკა ააგო რა. ანუ სამი რობოტი რო ყავს და სამივერთვის 6 მიმართულებით რო გაქვს ინფორმაცია, ყველაზე ახლო ობიექტი რა არის, შეიძლება გრაფიკულად რუკა დახატო იმ სივრცის, რომელშიც ეს რობოტები არიან რა. და მაგითი მე ძალიან მაგარი რაღაცები კეთდება, ანუ path planning-ის გაკეთება შეიძლება, SLAM-ი არის ესეთი ალგორითმი, რომელთაც შეიძლება სად ხარ და სად უნდა წახვიდე, ეგ დახატო ერთდროულად რა. და ანუ რობოტიკსის მხრივ მოკლედ ბევრი საინტერესო გაგრძელება აქვს ძალიან ამ პროექტს, რომელსაც უბრალოდ კოდის დაწერაც სჭირდება და მოძრაობის მოდულის გამართვა რა. კაი, კიდე კითხვა?